საოცარი რამ არი არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის მე მგონი პიცა გადავჭიდე ხო? პიცა კაი ვარიანტია თან კარგად გადავინაწილეთ აუ რა გავახსენდა ალექსანდრე სელებრიტობის ამბები როგორ გაგრძელდა? ჯერი მოთხივე გამომწერმა დაიკიდა მერე თვითონ ალექსანდრე რო არ დამეკიდებინა სელებრიტიც ვიქნებოდი ხა და კინოში სოფას შეიყვანით მე მჯერა შენი მადლობა მარიამ მეს მჯერა არც ახლა გვიანი რომ გააგრძელო ისე ხوارცადო ბიჭო გეკაიფება რა გჭირს ო მიდი რა როგორ ხართ? ვა, ნია რა შვები? როგორ ხარ? აუ ბოდიში დღეს დამირეკე სახე. აი არა საჭირო ახსნა დაჯექილები. რა შვებით? ემილი სადაა? საფეხბურთოში გავიდა. ისე დიდი ხანი არ დაბრუნებულა. აა ნიკა, ფლეშკა წამოიღე? აუ დამრჩა. აუ იმდენი ხალხია საფეხბურთში რიგში ვიდრიქი. პრივატ ნიკა. რა იყო ჯოიკო არ დამიტოვეთ? რა ჯოიკო? ძიანი დრაჟი, რასაც მივირთმეო. რა ოპერაციას იწყებ? რაზე ლაპარაკობთ? რა ოპერაცია? დახედე ტელეფონში. ვინ მოგწერა? რა ხდება? მოიცა. შენი ტელეფონი არაა ეს. შენი ტელეფონი სადაა აბა? აქ მაქვს. ვინმე ჯაშუშის ტელეფონია იღე შეგვიძლია. ვახ, გავიშარეთ. მოიცა რა გავიშარეთ. მოიცა მართლა, ჯაშუშის ტელეფონი რომ იყოს, იცი რა მოგივა? რა მომივა? ჯაშუშები არაფრის ფასად ამჟღავნებენ თავიანთ ვინაობას. არა, რაღაც სიმართლეც არის მაგაში. რა ვქნათ აბა? მოიცა მე ვიცი. მოგესალმებით ჩემი გამწერება ვიდეოში და სენსაციური შეკისმოგრელი ამბით. ამ წამში ყოველ ჯაშუშის როგორც ფილმებში ისეთი აგენტის ტელეფონი. ვარ გავთ რა ხდება, ტემპერატურა მატულობს. არ ვიცი წინა გოლდება, გამოიწერეთ და გაგიშტი. აწი ვეღარაფერს გიზამენ, რამეთ მოგულა, ესეთნებათ რომ ჯაშუში მოგუქნეს. ხო, 4-ვე გამომწერმა იცის. ტელეფონში რაღაცები ხომ არ ნახოთ? არ ვიცი, უცდელობა არა, სულ ტელეფონში ჭხრება. ხო, მართალია. რავი, ჯაშუშურად უნდა მოექცე. ის ხო ნახავდა შენ ტელეფონს. ეგეც მართალია.
არიან, ვინ უპასუხებს? მე ვერა. ვერც მე. ბაზიდან მირეკავთ? გისმენთ? თქვენი პიცა მზადა, 10 წუთში მისამართზე მოპიცა. პიცა? დიახ, 2 დიდი პეპერონი. მადლობ. მოიცა, რა სულელები ვართ? რაზე? რომელი ჯაშუში იტყოდა? ალო, ჯაშუში ვარ, ოპერაცია დაიწყეთ. ვინ იტყოდა ასე? აუ, ხო. დაშიფრული ტექსტი იყავით ამ? ხო, მაგრამ 2 დიდი პეპერონი რას უნდა ნიშნავდეს? კაი, გავხსნა ტელეფონი და ვნახოთ რეებია. ნოუთებში წერია სიარზე, ორი კატის საჭმელი. მორიგი შიფრი. მე მგონი უბრალოდ ფისუს პატრონის ტელეფონი აქვს, რომელსაც პიცა უყვარს. ნახე რა საყვარელი ფისუა. ფილმი მალე დაიწყება, გადაწყვეტეთ რა შვებით. დავუბრუნოთ ტელეფონი და შევიდეთ ფილმზე. როგორ დავაბრუნოთ? მე ვიცი. კეთესი შენ მოგეფიქრებინა. იწყება ფილმი, ესე udaraჯული ხარ? მოიცა, ვიღაც მოდის. ხო, მაგრამ კაცია. მერე რა? კაცი ვერ იქნება ჯაშუში? როგორ იქნებოდა კაცი ლაზარე? უი, ხო. მოიცა. იყო? კაი, წავედი დარბაზში. დაიწყო ფილმი. ხო, წამოდის, არ გამოგივიდა ჯაშუში. მაგნიტთანაა დაკავშირებული. როგორც კი მაგნიტს გამორთავთ, ვიდეო მაშინვე გავრცელდება. ან თუ არ გამორთავთ, დაიანა გადარჩება. მაგრამ თქვენ პოლიციის მოსახლე. რა გინდათ? კარგი ფილმი იყო. არიციან ჩუმების სცენების დადგმა. რავი, მეც მომეწონა. არა, ლაზარემ ხოლმე დაიწყოს ყველაფერი. მე ფილმიც მომეწონა და თქვენთან ერთად დარბაზში გამაც მომენატრა. ეს აქედან სად მივიდივართ? თუ არ იწვევ, სკუტერები ვექირავთ. ემილი,
რა მოხდა? რა სახება? ეს ნახეთ. ყველაფერი მზადაა, ხვალ ვიწყებთ ოპერაციას. საღამოს შევხვდებით. აი ეს კი ნახდა ჩემი ტელეფონია. ავუხელ თვალს, გავუღებ კარს, ვაჩვენებ გზას, მე ერთგულების და სიყვარულის წამს, მუდამ იმედის და წმენის ნაპერწკალს, მას მივანდობ თავს, სულის მეომარს, უფლის ნაჩუქარს, ამ მეგობრობას, არ გავატანთ ქარს, ყველა წინაღობას, ერთად